მივესალმები მეორე არხის მაყურებლებს, ეთერშია თავისუფალი ტრიბუნა და დღეს ჩვენი სტუმარია ეროვნული ფორუმი ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი ყავს სტუმრად, პოლიტიკური საბჭოს წევრი ეროვნული ფორუმის. მოგესალმებით ბატონო ნოდარ და რა თქმა უნდა პირველი კითხვა, ძირითადი კითხვა თქვენთან როგორც ეროვნული ფორუმის წარმომადგენელთან იქნება დაგეგმილი ქართულთა მარშის შესახებ. მე ხო სწორედ თქვი ეს, რამდენიმე ვარიანტი იყო ქართული მარში. ჩვენგან მხოლოდ ერთი. ქართულთა მარში. სხვათა შორის ამან გამოიწვია გარკვეული კითხვები, რომ აი რატო ქართულთა და არა სხვა სახელი, ანუ რატო კონკრეტულად ქართული რატო დაერქვა ეს სახელით დავიწყოთ, რას გულისხმობს ეს სახელი. მე შევახსენებ აქვე მაყურებელს, რომ დაგეგმილი 27 სექტემბერს 16 საათზე ეროვნული ფორუმი იწვევს მოსახლეობას ვარდების მოედანზე, საიდანაც დაიწყება სრულდება, გაგრძელდება რუსთაველის მოედანით და დასრულდება სამების ტაძარში. დაუბრუნდეთ დასახელებას ამ მარშის, ქართულთა მარში, რა თქმა უნდა. პირველ რიგში შენს ნებართვით მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მინდა მოგესალმო შენ, ძალიან დიდი ხანია აღარ ვითანამშრომლია და გამეხარდა რომ ნახე. ქართულთა მარში. ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის იმ ადამიანების მარში, რომელსაც საქართველოს თავის სამშობლოდ მიაჩნია. აქ არ არის ლაპარაკი ნაციონალობაზე, წარმოშობაზე, ვთქვათ. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ყველა ადამიანი რომელიც ცხოვრობს საქართველოში და ეს ქვეყანა მიაჩნია თავის სამშობლოდ. ესეც არის ალბათ, მე დარწმუნებული ვარ ამაში, ტკივა ყველა ეს პრობლემა, რომელიც საქართველოშია და რაც მთავარია, ქართულ სახელმწიფოში. ყველაფერი უნდა იყოს ქართულზე აღმოცენებული და იმიტომაც ცხოვრობს, მე დარწმუნებული ვარ ეს არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ნაციონალური უმცირესობები, რომ ის მოწონთ, რაზეც შეიქმნა ქართული სახელმწიფო, ის იდეოლოგია, ის ისტორია, ის კულტურა და ამითა ვარ ჩვენ ერთნი. ახლა შორს არ წავალ ძალიან, მაგრამ ამერიკაში ამერიკელები ყველაზე ცოტა არიან. მაგრამ იქ სულ ყველა ამერიკელია, მიუხედავად მისი წარმოშობისა. ზოგი იტალიელია, ზოგი ირლანდიელი, ზოგი ინგლისელი, იცი, მთელი ევროპა ყოველ შემთხვევაში იქ არის. მაგრამ ყველა ამერიკელია, იმიტომ რომ ამერიკის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან და ერთმანეთზე არანაკლებ შეჯიბრი ამაში მიდის, ვის უფრო მეტად უყვარს ნაციონალური ინტერესი, ის ეროვნული კულტურა, ისტორია და ასე შემდეგ. აი, ჩვენი სწრაფვაც აქეთ უნდა იყოს ზუსტად. აი, ამ ტერიტორიაზე ისტორიულად იყო და ყოველთვის იქნება ეს მარშის უპირველესი მიზანია და ამოცანა. ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფო, ქართულ ფუძეებზე დაფუძნებული. და აქ მოდიან მაცხოვრებლად ის ადამიანები, რომელსაც ზუსტად იმ ფუძეებზე და იმ სუბსტანციაზე უნდა განვითარება ცხოვრება და არსებობა. ქართულის ფაქტორზე, ქართული სახელმწიფოს ფაქტორზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ თქვენ ასპექტები გქონდათ ჩამოთვლილი თქვენ პარტიას ის ასპექტები, რის გამოც დაიგეგმა ეს მარში და იქ იყო მაგალითად ერთ-ერთი ქართული ენის სტატუსი და სიტყვა ანგლიკანიზაციაც იყო ნახსენები იქ, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. მე უფრო მაინტერესებს მიზანი რა არის ამ მსვლელობის, ამ მარშის. პრინციპში ჩვენ მაგის ირგვლივ საუბრობთ, სულ დასაგებია მასე ვისაუბრებთ ალბათ დღეს, ზუსტად მიზანიც ეს არის. უპირველეს ყოვლისა 27 ჩვენთვის ძალიან ტრაგიკული თარიღია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ აღუპულებს და რაც თავარია შევახსენოთ სამწუხაროდ ქართველებსაც და საქართველოს ფარგლებს გარეთ მაცხოვრებელ ადამიანებსაც, რომელსაც რაიმე აკავშირებს საქართველოსთან, თუ გნებავთ პოლიტიკური ინტერესი, რომ ეს სახელმწიფო იყო, დღეს არის მართალია შემცირებულ ფარგლებში და იქნება აუცილებლად ქართული სახელმწიფო აღდგენილი თავის ისტორიულ საზღვრებში. ეს გვინდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოსაც და სამწუხაროდ ნაწილ ქართველებსაც. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მიჩნდება ანალოგია ძველ დროსთან, დავითის გამეფების დროსთან აღმაშენებელობაში. დასაკვირველია, როცა დაახლოებით ამ მდგომარეობაში იყო ქართული სახელმწიფო. ანუ მემატიანე ძალიან კარგად წერს, რომ თბილისში ამირა იჯდაო და თავადაზნაურები და დანარჩენი ვისაც ჰქონდა მის შესაძლებლობა დროს მოიხალწებდნენ თუ არა ნადირობდნენ, ერთობოდნენ, კეიფობდნენ. ანუ აღქმარ იყო.
ამისა და დავითს წლები დაჭირდა იმისაც, რომ ქართულში გაეღვიძებინა ის სიამაყე, პასუხისგებლობა ერის წინაშე, თუ გინდა დაინახებინა ის ტკივილი, რას ნიშნავს ეს დედაქალაქში ამირაზის და შენ ბედნიერად ცხოვრობ. დღეს ჩვენ ეს გვჭირს ძალიან სერიოზულ მასშტაბებში სამწუხაროდ. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა მიუხედავად ამისთანა ტრაგედიებისა, რომელიც აი ბოლო 20 წლის განმავლობაში გავიარეთ, დროს ტარებისაც და ქეიფის ქვეყანა გახდა. ხო, ამ დროს ტარებიდან და ქეიფიდან გამომდინარე, თუ ამაზე ვსაუბრობთ, რამდენად ფიქრობთ თქვენ, რომ მნიშვნელოვანი საკითხია დღესაც კი საზოგადოებისთვის, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს, იგივე აფხაზეთის პრობლემის მოგვარება. ხო, მაპატიეთ. კიდევ ახლა გეუბნებით, თუ ვინმეს ქართულ სახელმწიფოში ქართველად ცხოვრება უნდა, იმას ეს არ შეიძლება ეს დაავიწყოს, ან თუ გნებავთ კუჭმა, თუ გნებავთ უმუშევრობამ და ასე შემდეგ, ზუსტად მაგაშია საქმე. ეს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს მაგას. რომ გადაიყვანოს ქართველი კაცის ღირსება, მორალი და არსებობის მთავარი მიზანი კუჭის ამოღორვასა. ზუსტად მაგის საწინააღმდეგოდ არის ეს აქცია, რომ უპირველეს ყოვლისა შემოუძახოთ ერთმანეთს ქართველებმა, გავაღვიძოთ ქართული სული და მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაქვს პერსპექტივა, რომ დავიბრუნოთ კიდეც დაკარგული ტერიტორიები, დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი ხალხი და წარმატებული ქართული სახელმწიფო ავაშენოთ ერთად. ბოლო პერიოდში არის საუბარი იმაზე, რომ ძირითადად ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საუბრობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება მოხდეს მხოლოდ დიალოგით აფხაზებთან და ოსებთან. როცა ესეთი ტიპის აქცია ტარდება, იმ დღეს, როდესაც აფხაზეთში ზეიმობენ, გამარჯვებას ზეიმობენ, დანარჩენ საქართველოში ეს ტრაგიკული დღეა. როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება ეს აღქმული აფხაზეთში მცხოვრები აფხაზების? ჩემო გიორგი, მე მაინც და მაინც ვერ დაგეთანხმები, შეიძლება კი არა ეს დღეს არის ეროვნული დღესასწაული, მაგრამ ყველა ჭკუა დამჯდარი და ნამდვილი აფხაზები 27-ში რომ არ დღესასწაულობ შინაგანად, ეს კარგად ვიცი, ეს ჩვენი ტრაგედია არ არის მარტო. ეს აფხაზებისაც ანალოგიურად ტრაგედიაა. დავანებოთ თავი იმას, რომ პროცენტულად უზარმაზარი მსხვერპლი მიიღეს აფხაზებმა. ჭკვიანი აფხაზების უმრავლესობა, აბსოლუტურ უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, რომ მხოლოდ საქართველოსთან აქვთ მათ პერსპექტივა. უბრალოდ სიტუაცია იყო მაშინ ასეთი და კონიუნქტურა შეიქმნა ესეთი. თორე ძალიან კარგად გრძნობენ, რომ რუსეთისთვის ეს ლუკმაც არ არის და გრძნობენ. თუმცა ისეთი გრძნობა, რომ მზად არ არიან ისინი ქართულებთან საუბარს. რასაკვირველია არ იქნებიან, ზოგიერთი ჩვენ არაფერი არ დავანახეთ. ჩვენ იმათ ვანახებთ, იმას რატო არ შეიძლება საქართველოში დაბრუნდნენ. ანუ ხო უნდა ანახო რაღაცა მიმზიდველობის ელემენტი, განზიდულობის ელემენტებს ვანახებთ ყოველდღიურად. და აი ამ აქციით რას დავანახებთ? აი აქცია რო ჩატარდება. ამ აქციით ჩვენ ვანახებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველას, ისაც თვალი მოუპრია საქართველოსკენ, რომ ქართველები ვარსებობთ და არ დავთმობთ არც ერთ გოჯმისას და რაც თავარია ქართული მენტალობის არც ერთ გრამს. ჩვენ ხო არ გვიმალავენ, პირდაპირ გვეუბნებიან, მენტალობა უნდა შეგიცვალოთ. და მე მინდა საზოგადოებას ვიმართო, რას ნიშნავს ქართველერ შეუცვალო მენტალობა? ეს ნიშნავს, რომ დააკარგინო იდენტობა. და ამას არ გვიმალავენ, გვეუბნებიან. ჩვენ უნდა ხმამაღლა უთხრათ ერთმანეთს და მთელ სოფლიოს გავაგებინოთ, რომ ჩვენ ერი ვართ. მართალია სახელმწიფოდ, შემდგარ სახელმწიფოდ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით. ერი ვართ და ჩვენს უფლებებს ღვთისა და ერის წინაშე დავიცავთ. და ამ ადგილას იქნება ყოველთვის ქართული მენტალობა, ქართული სახელმწიფო. ბატონო, ძლიერი ერთწინადებას დავამატებ, ძლიერი, დემოკრატიული, კეთილგანწყობილი ქართული სახელმწიფო მიმზიდველი იქნება არა მარტო აფხაზებისთვის და ოსებისთვის, ჩვენი ისტორიული ძმებისთვის და მეგობრებისთვის, არამედ ძალიან ბევრი სხვისთვისაც. და არა ისეთი მიდგომით, როგორც დღეს არის, რომ ჩავიდეთ, ვიყიდოთ, გახდეს ჩვენი და ქართველი იყოს ჩვენი მოსამსახურე. თქვენ ხო არ ფიქრობთ, რომ აი ის რომ სიმბოლურად აფხაზეთის მომენტი არის ჩართული ამ ქართულთა მარში, ამას შეიძლება გადაფაროს მეორე მესიჯი, რომელიც გინდათ საზოგადოებას მიაწვინოთ, ეს არის უკმაყოფილების აკუმულირება. ანუ რაზეც თქვენ გქონდათ საუბარი, ანუ ერთია, როდესაც საუბარია აფხაზეთის დაბრუნებაზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და მეორეა, რომ ამის პრობლემა არის ხელისუფლება. ანუ ხო არ მოხდება აქ აი აკუმულირების შეფერხება, რაზეც თქვენ საუბრობთ. სხვა ამ პერიოდში რომ დაგეგმეთ თქვენ ეს ჯობია, თქვენ ფიქრობთ? მე მგონია, რომ აქ
პირიქით ანუ აფხაზეთთან გადაბმა ხელისუფლების პრობლემის. ზუსტად აქ ის არის რა, სიმბოლურია რა. ჩვენ ტრაგიკული დღეს ვიკრიბებით ქართველები და ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვცოცხლობთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთად ვიქნებით. და კიდე ერთი მომენტი ისევ სიმბოლიზმთან დაკავშირებით. აი ეს თვითონ ეს მარშრუტი ვარდების მოედანი, რუსთაველი და შემდგომში სამება. სამებასთან თხოვნა, ანუ ხალხის მიწვევა, რომ ისინი მათ დაამთავრონ ესა თუ ის ცვლილობა სამებასთან, ასოცირებულია მეტნაკლებად მარცხთან. იმიტომ რომ იყო ამის პრეცედენტები, რა თქმა უნდა, თქვენ ამას პასუხისმგებლობას ვერ აიღებთ, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ საერთოდ არ ვიყავ მონაწილეები, ხო, მაგრამ ამას საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. და მეორეა ვარდების მოედანი, რომელიც ასევე არ იწვევს დადებით ასოციაციებს გამომდინარე იქიდან, რომ მას ვარდების მოედანი ქვია. რატო იყო ეს არჩევნები? პირველზე არ დავფიქრებულა, იმიტომ რომ მაგას არ ვეძახი ვარდების მოედანს, მაგრამ ეხლა შემახსენე შეიძლება იქ ნამდვილად მასია. უფრო მნიშვნელოვანი ალბათ მეორე ნაწილია და მე ვერ დაგეთახმები და საზოგადოებას სიამოვნებით ავუხსნი, რომ მაშინდელი მსვლელობა სამებაში ეს სულ სხვა რამე იყო. მეგულისხმობს სტადიონიდან. ხო, ზუსტად მაგას ვაპარაკობ, იმიტომ რომ მე მაშინ ვიყავი როგორც რიგით წევრი მისი მონაწილე და შეცდომაში ვიყავი შეყვანილი. იმიტომ რომ ძალიან ისეთი ჩემთვის საპატივცემულო სერიოზული ხალხი მიხსნიდა, მე მაშინ არ ვიყავი პოლიტიკაში. ეს შორიდან მარტო გაზეთიდან, ტელევიზიიდან და მიტინგებს ვესწრებოდი რასაკვირველია და მონაწილეობდი მაშინ, მაგრამ ძალიან პასიური რიგითი მოკალაკის სტატუსით და ძალიან სერიოზული ხალხი, ვისაც პატივცემდი და ვისაც ვენდობოდი რომ რაღაც ინფორმირებულები იყვნენ ასე თუ ისე, მეუბნებოდნენ რომ ეს პატრიარქთან შეთანხმებულია, პატრიარქმა უნდა დაგულოცოს, გვაკურთხოს და ასე შემდეგ. 27 ზღონის ძეება შეთანხმებულია საპატრიარქოსთან და ეს არის ზუსტად იქ პატარა პარაკლის გადაიხდიან აფხაზეთში დაღუპულებისთვის. და იქნება იქ წირვალუცვა. ეს არ არის ამ ნაწილში, ასე ვთქვათ, რასაკვირველია პოლიტიკურ დატვირთვას ეს ყველა შემთხვევაში ატარებს, იმიტომ რომ თვითონ არის მსვლელობა პოლიტიკური. მაგრამ ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც პატრიარქი ვიღაცამ ჩათვალა, რომ უნდა დაეყენებინა კედელთან, ფაქტის წინაშე დაეყენებინა და ეს ფაქტი როგორ შემოbrunდა ყველას კარგად გვახსოვს. მე იქიდან ძალიან დათხოვნული წამოვედი მაშინ სამებიდან. ბატონო ნოდარა, ხალხი შეიკრიბება გაივლის რუსთაველს, მივა სამებასთან, მიიღებს მონაწილეობას ამ პარაკლისში, გაიხსენებს დაღუპულებს და ამის შემდეგ ეს ხალხი დაიშლება, ხო? რასაკვირველია, ამ დღისთვის ეს მიზანი შესრულებული იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ ის არის 27-ის დღესთან დაკავშირებითაც, ანუ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებითაც, რომ ქართველები საქართველოს მოქალაქეების შევიკრიბებით და ერთმანეთს მხარს მივცემთ იმ შეფასებებში, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს პერსპექტივა არ აქვს და საქართველოს ჭირდება ქართული გზით განვითარება, ანუ ამით ვეტყვით, სულ ერთია იქ არის მიტინგი. არ ფიქრობთ, რომ მიტინგია ამისთვის საჭირო? არა. კიდევ თუ აი ამ იდეას რომ ვაჟღერებ მე და ჩემს თანამემამულეებს, მივმართავ, რომ აი ეს შეკრება ამას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვდგევართ რა. და ვინც მოვა, ეს ერთად დგომაა. ანუ ერთიანი გააზრება იმ საშიშროების, აი ქართული ენა ახსენე, მე დაუბრუნდებითო. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე არასოდეს როგორც ეკონომის არ მშინებია იმისა, რომ ქართული ხალხი შიმშილით გავწყდებით. იმიტომ რომ ქართული ეკონომიკის წამოწევა არ არის ეს ძალიან რთული საქმე, მით უმეტეს მე პირადად ვნახე ეს და ნაწილობრივ ჩემ ზულზე გადაიარა აბსოლუტურად დაქცეული ქართული ეკონომიკის 3 წელიწადში ფეხზე დაყენება. ნუ ფეხზე დაყენება რასაკვირველია ესეთი ნათქვამია ჯერ სწორ გზაზე დაყენება, ხო? ამოვისუნთქეთ. ეს არ არის დიდი პრობლემა. მე მინდა რომ ქართულმა ხალხმა გააცნობა, რომ ყველა დიდი პრობლემა ის არის, რასაც სააკაშვილი ხმამაღლა აცხადებს. სინგაპურიზაციას გულისხმობთ? აქ არის ლაპარაკი, უფრო მეტი, იგივეს ნიშნავს, მაგრამ ქართული მენტალიტეტი უნდა შევცვალო, რაც იმპერატიულად იძახის. ანუ ქართული გენის შეცვლა უნდა. ქართული სულიერების შეცვლა უნდა. ამით უნდა დავანახოთ მსოფლიოს და სააკაშვილს, რასაკვირველია და მის მიმდევრებს და ხელისუფლებაში. რომ ჩვენის ხალხი არა ვართ, რომ ვიღაცა მოვიდეს, თუ გნებავთ პრეზიდენტის პოსტს დაეპატრონოს. მაინც ვიღაცაა ის საქართველოს ისტორიისთვის. ყველაზე დიდი პრეზიდენტი რო იყო საქართველოს ისტორიაში, მთელი ისტორიის, ის მაინც ვიღაცა იქნება. და ეს შეგვიცვლის ჩვენ მენტალობას და ამასთან გაგვიცხადებს. ეს იქნება არა ამ მიმართებაზე. და აი შემდგომ ეს არა როგორ განვახორციელოთ, ჩვენ არაზის განვაცხადეთ და დღესაც შემიძლია მე ვთქვა, ეს იქნება პერმანენტული, სერიოზული აქციები საზოგადოებრივი ყოფიერების, პირველ რიგში რასაკვირველია ეროვნულ ცნობიერებაზე მოქმედი ყოფიერების ყველა სფეროში. და ამას ვპირდებით ჩვენ ხელისუფლებას, ეს იქნება სულ, მანამდე სააკაშვილის ხელისუფლება იქნება კიდე
იქ სადაც არის სამწუხარო. ბატონო და მე რჩება ესეთი შთაბეჭდილება რომ რა თქმა უნდა გეთახვევ რასაც თქვენ ამბობთ მაგრამ რჩება ესეთი შთაბეჭდილება რომ ბევრმა არ იცის რაზეა საუბარი ანუ როდესაც ლაპარაკობთ ჩვენ რომ ხელისუფლებას უნდა გენის შეცვლა ეს საბოლოოდ მიდის აქამდე იმიტომ რომ ის ეკონომიკური კურსი რომელიც მას არჩეული აქვს არა მარტო ყველაფერი და შეგვიძლია დავაკონკრეტოთ და ზუსტად აქამდე მიდევარ რომ იქნებ რაღაცა ეტაპზე საჭირო იყოს ან უპრიანი იყოს რომ მოსახლეობისთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიგეწოდებინა თქვენ სხვებსაც ჟურნალისტებსაც ეხება ეს თუ რას წარმოადგენს იგივე სინგაპურიზაციის გზა იმიტომ რომ სინგაპურზე ლაპარაკისას შეიძლება ადამიანმა იფიქროს რომ სინგაპურში ტექნიკას აწყობენ იქ მდიდრად ცხოვრობენ და იფიქროს ავტომატურად რომ მეც მინდა მდიდრად ვიცხოვრო და არ მოყვეს ამას გაშიფრვა როგორ მიაღწიეს სინგაპურში იმ ლიკვანსიუმ ამ თელამ გზას იქნებ მეტი ინფორმაცია ჭირდება ხალხს რომ გაიგოს როგორ არის გადაბმული ერთმანეთთან ის ქმედებები რომლებსაც ხელისუფლება აბსოლუტურად გეთანხმები და დღეს მე იმიტომ მზივარ აქ ძალიან გითხარით ცალკე რომ 10 დღეა ჩაწოლილი ვარ განუგრუნებელი გრიპით მაგრამ უბრალოდ ერთი და იგივე სახეებს რო არ ელაპარაკა სულ და არ ყოფილიყო ეს თქვა გუბას სანიკიძის რაღაც იდეა და ჯავახიშვილის ადმე გვერდზეა სპეციალურად ავდექი და წამოვედი იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტი ვილაპარაკოთ სამწუხაროდ ჩვენი საეთერო სივრცე არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ყველას და ხშირად მივაწოდოთ ხმა მაგრამ სინგაპურზე მე პირადად გუბასაც ბევრი ახლა შეიძლება ცოტა ნაკლები მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გვაქვს ნასაუბრები თუმცა ეს არასოდეს არ იქნება ნაკლები იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს საშუალება სამწუხაროდ ყოველთვის საქართველოს ყველა მოქალაქეს ვესაუბროთ და ეს იშვიათი შესაძლებლობაა რომ თქვა მეორე არხიდან ძალიან ბევრ დასახლებულ პუნქტს მივწვდეთ ბევრჯერ ვისაუბრია და კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ სინგაპურიზაცია სააკაშვილისთვის უპირველეს ყოვლისა ის კი არ არის კარგად ცხოვრობენ თუ ცუდად ცხოვრობენ თავის ქმედების გამართლება უპირველეს ყოვლისა ის არის სინგაპურში რა წყობაა დემოკრატიის რა დონეა რა დამოკიდებულებაა ადგილობრივ მოსახლეობასთან ვინ მართავს ამ ქვეყანას და სად მიყავთ ანუ ნახეთ აი ზუსტად 27-ის შეხვედრაზე მათ პასუხიც უნდა გავცეთ უსიტყვოთ მაგრამ შეხვედრით ჩვენ რა გვინდა მე შეგახსენებთ რომ სააკაშვილმა მაისში ამ წლის მაისში სინგაპურიზაციაზე და ევროპის რეაქციაზე გააკეთა ესეთი კომენტარი რომ დემოკრატია არ ნიშნავს უწესრიგობასო ანუ მიანიშნა რომ წესრიგი იმ გაგებით რაც სინგაპურშია უნდა მაინც უნდა მყარდებოდეს ანუ ძალის მომენტი მისთვის პრიორიტეტული რომ არის ეს გამოჩნდა კიდეც ამ სინგაპურის რა საკვირველია მაგრამ ეხლა წესრიგი სააკაშვილს რა გონია ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით ეს ბიჭების ქუჩაში ჩაცხრდება მაგას რომ მოწონს ან დარბევები რომელსაც იძახის რომ სიამოვნებით გავიმეორებდი კიდე და ესეც უნდა იყოს ეს უნდა ამას და ძალის გამო ეს წესრიგი ეგ არ არის ბატონო წესრიგს ამყარებდა სხვადასხვა სინგაპურში ციგნი ხდებოდა რა საკვირველია გიტლერიც ამყარებდა წესრიგს მაგრამ სოფლიოს არ მოეწონა ეს და სულ სხვანაირი შეფასებები მიიღეს მასეთი წესრიგი უნდა ჩვენ კი გვინდა მართლა სამართლიანობა წესრიგი კი არა მარტო სამართლიანობაზე დამყარებული წესრიგი და მეორე კიდე ერთხელ ხას უძავ ჩვენ გვინდა ქართული სახელმწიფო და არა ის რაც სინგაპურშია შექმნილი სადაც 13.7% ცხოვრობს მალაიელები და ესეც კიდე საკითხავია ეს არის აბორიგენი მოსახლეობა თუ მალაიზიიდან ჩამოსული თუ ჩამოყვანილია ანუ ადგილობრივია მისული საქმე როდესაც არჩევნებში პირდაპირ ეთნიკური მომენტი პროცენტულად არის კვოტები განსაზღვრული 76% ჩინელი ცხოვრობს ბატონო ეხლა ჩინელები და მალაიელები რაღაც თქვა ვიზუალურად მაინც გვანან ერთმანეთს და სხვადასხვა მსგავსება ბევრ რამეში დავინახე მე წავიკითხე ლატინინას ერთ-ერთი წერილი ძალიან ისეთი სახელი ერქვა მის წერილს დიადი მომავალი სამყარო დაახლოებით ესეთი ანუ ეს იყო ოდა სინგაპურის მიმართ და იქ იყო ძალიან ბევრი მსგავსება ქმედებებში რომელსაც ჩვენი ხელისუფალი აკატარებს და რომელიც სინგაპურში ხდება და ახსნაც არის ფაქტიურად იმის რომ აი რატო არის მოსაწონი სააკაშვილისთვის ეს თუმცა ის ფაქტი რომ მალაიელებს მოერია ეს კაცი იქაური ხელმძღვანელი ლიკვანსიო და მინდა ვთქვა რომ მოერია ისე რომ 31 წელი მართავდა და მე ეხლაც კი მართავს მაგრამ მისი შვილი აგრძელებს ამ მართვას ფაქტიურად მან გაიარა ეს გზა და გავიდა დამკაში როგორც იტყვიან. რითი ვარ დაზღვეული რომ ჩვენც იგივე ბედი არ გვექნება. გაიმარჯვებს სააკაშვილი ამაში. ზუსტად მაგაშია საქმე. წეგან უნდა მეთქვა ახლა დავამთავრებ ჯერ იმას რომ
27-ში ზუსტად ის ხალხი უნდა შევიკრიბოთ, ვისაც შეგვიძლია თვალებში შევხედოთ ერთმანეთს და უთხრათ, რომ ჩვენ არ გვინდა ესეთი გასაძლები ცხოვრება. ანუ ცოტათი უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა ქართველობის დაკარგვის ხარჯზე, ქართული კულტურის, ქართული ისტორიის, იდენტობის დაკარგვის ხარჯზე არ გვინდა. ზუსტად ეგ გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა კარგად ვიცხოვროთ, ქართულად ვიცხოვროთ და ქართულ მიწაზე ვიცხოვროთ. აი ზუსტად აქეთკენ უნდა წავიდეთ. სააკაშვილი რას გვეუბნება? ეს არ იყო მარტო სააკაშვილი, შევარდნაძის დროს დაწყებული იყო. ჯერ გავაღატაკოთ ეს ხალხი და მერე შევთავაზოთ, რომ უკეთესი ცხოვრებისთვის დათმე შენი ერთი სიტყვით რო ვთქვათ იდენტობა. ანუ ჩვენ ამას ვთავაზობენ ახლა ქართველობაზე პრაქტიკულად უარი თქვით, გახდით სხვისი მლაქია და მომსახურე ადამიანები და ეს არის ზუსტად მაგას თუ დაგვრჩათ რომ მოუბრუნდეთ ტურიზმის პირველი კატეგორიის მიმართულებად აღიარება ზუსტად ეგ არის. აი და გექნება უფრო მეტი პური. ძალიან მდიდრები კი არ იქნებით, უკეთესად იცხოვროთ მატერიალურად. აი ზუსტად ეს უნდა უთხრათ ქართველებმა. ჩვენ არ შეგვიძლია რეალური ქართული სახელმწიფო ავაშენოთ, სადაც ძალიან კარგად შეგვიძლია. სრულიად თავისუფლად შეგვიძლია. ამდენი ხნის განმავლობაში საუკუნე გავიდა და ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ აი ეს მშენებლობა დაწყებული იყო. აბატიეთ ჯერ ერთი თლათ პრეცედენტები არ ყოფილა. აბატიეთ, არა, ვერ დაგეთანხმებით. მე ახლა არ მინდა მაყურებელმა ჩამითვალოს, რომ მე საბჭოთა კავშირის აპოლოგეტი ვარ. არც მე ჩამითვალოთ, რომ მე მეორე მხარის აპოლოგეტი ვარ, ძალიან კარგად ვიცი სტატისტიკა. თუ გნებობთ ადამიანის რიცხოვნობა აიღეთ საბჭოთა კავშირის დროს, მიუხედავად იმისა, რომ იმპერიაში ვცხოვრობდით და მისი პერიფერია ვიყავით, სხვადასხვა მომენტებიდან გამომდინარე და მათ შორის არ არის მეორეხარისხოვანი ქართველების ლიდერობა იქ, მიუხედავად იმისა, რომ 37 წელმა ჩვენთან უფრო მტკნეულად ჩაიარა შეიძლება ვიდრე მთლიანად საბჭოთა კავშირში, ქართველების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში. ეს ჩვეულებრივ პირობებში პრინციპში წარმოუდგენელი იყო. ეხლა ეკონომიკური ნაწილი აიღეთ. ცოტა ფაშისტური ხო არ გამოდის? რატომ? ქართველებზე აქცენტი, რომ ქართველები არა, საქართველოს მოსახლეობაზე ვლაპარაკო. არა, ჩვენ შევთავაზეთ მე მგონი წეღან. მე ვინ მყავს ხედულობაში? კიდევ ერთხელ გეუბნებით. მე იგივე იყოს, მაინც ფაშისტური გამოდის, რომ ეს საქართველოს ცხოვრები ჩვენ განსაკუთრებულები ვართ. არა, განსაკუთრებულები კი არა ვართ. მე ვიძახ დემოგრაფიული ბუმი გქონდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. ჩვენ 5.5 მილიონი გავხდით საქართველოში. ანუ თლათესი არ არის. ეხლა პირდაპირ მიმარ ხდება. ეკონომიკა აიღეთ. გინდა თუ არ გინდა უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა ეკონომიკა რევოლუციამდე ეკონომიკასთან ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. რასაკვირველია ახლა მეტყვი და სწორი იქნები, რომ შეიძლება საბაზრო ეკონომიკა რო ყოფილიყო, კიდევ უკეთესად განვითარებული ყავით, მაგრამ წინსვლა და პროგრესი იყო. და დავანებოთ თავი იმას რა იყო მაშინ. მე იდეებით მე მემარცხენე ვარ, ასე რომ საბაზრო ეკონომიკაზე არ გეტყვით ამ ხელას ჩემ თავზე არ ავიღებ. თუმცა იმაში უნდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ეცე. ჩვენი ხელისუფლება მე ვფიქრობ და ის სისტემა რომელიც იყო პარაზიტობდა ცენტრზე. რასაკვირველია, ესეც იყო უამის, ეხლა რომ დავიწყებთ ლაპარაკს, რასაკვირველია კორუფციაც იყო, დანაშაულიც იყო, ადამიანის უფლებების შეზღუდვაც იყო, რასაკვირველია. რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა გეუბნებით, რო აიღო სტატისტიკური ციფრები, თუ გნებავთ სოფლის მეურნეობაში, უზარმაზარი წინსვლა ჰქონდა, მაგრამ დავანებოთ თავი რა ჰქონდა. ბატონო და იგივეს ვამბობ რა, თუ ჩვენ პარაზიტობდით, ანუ თუ ჩვენ გვეხმარებოდა ცენტრი იმაში, რომ ჩვენ ფული გქონოდა, მაშინ ის რაზე თქვენ ლაპარაკობთ, რომ ქართული ეკონომიკა, ამის მაგალითი სადება, რომ არა, გიორგი, მაბატია, რა, მე შედაში დაგეთახმე. პარაზიტობაც იყო, როგორ არ იყო მეთქი, მაგრამ ეს არ არის წამყვანი და გადამწყვეტი ეს. ეკონომიკა მართლა ვითარდებოდა. რასაკვირველია, იგივე ყურძნის მოსავალში იყო მიწერები, მაგრამ რეალურად ჩვენ მინიმუმ 5 ჯერ მეც ვაწარმოებდით, ვიდრე ვითომ წელს უნდა ავიღოთ. იგივე იყო ციტრუსებში, იგივე იყო ჩაი. რასაკვირველია, იქ იყო. საკითხული მაქვს თქვენი პროგრამა ვიცი ეს. გაზრდილი იყო, რასაკვირველია, იქ იბერებოდა. მაგრამ გეტყვით რა, 2.5 მილიონი სხვა არ იყავდა. მილიონზე მეტი სულფეხარქოსანი პირუტყვი და ღორი ყავდა. ეხლა დაითვალეთ დღეს რამდენია. ანუ მაგას გავანებოთ გიორგი. ჩვენ ვიცით დაახლოებით მიწის ნაყოფიერების შეფასება, ხო? ქართული სტანდარტები და ევროპული სტანდარტები დიდად არ განსხვავდება მაგ შეფასებებში, ხო? ჩვენ გვაქვს იმდენი მიწა. მარტო სოფლის მეურნეობას რომ მივხედოთ, ხო? რომ საქართველო იყოს ყველა ძირითადი სასწორო დაუცემელი პროდუქტით სრულად უზრუნველყოფილი და ექსპორტსაც ვეწეოდეთ ბევრი სახის პროდუქციისას. ანუ ქართველ გლეხს შეუძლია ის რასაც სინგაპურიდან პირდება ის თავისი მარჯვენით ღირსეული შრომით მოიწიოს. მარტო შოთიპურები კი არ უცხოს ვიღაცა ამერიკელს თუ ინგლისელს. თავისი მარჯვენით, მარტო მომსახურებაში კი არა, რეალურად მოიყვანოს პროდუქცია და იცხოვროს.
სოფლის მეურნეობას თავისთავად ებმება გადამუშავებული მრეწველობა. საქართველოს უზარმაზარი, იცით და ამას ხელისუფლებაც აქცევს გარკვეულად ყურადღებას. უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს. უზარმაზარი ტექნიკური ინტელიგენციას უყავთ ჩვენ ყოველდღიურად. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ეკონომიკურად განვითარებული და ფეხზე მდგარი ქვეყანა შევქმნათ, რომელიც თავისი მარჯვენით ცხოვრობს და იგივე პენსია, რატო არ უნდა, რატო არის კატეგორიულად წინააღმდეგი, რომ პენსიას ადამიანები გამოიმუშავებდნენ თვითონ როგორც დასავლეთის ბევრ სამყარო ქვეყანაშია. იმიტომ რომ უნდა მე დაგამადლოს თავისი 10 ლარი მომატებული, ვითომ თვითონ თავის ჯიბიდან ამატებს. ქართულმა კაცმა ხელფასის თვითონ უნდა გამოიმუშაოს და სიბერეც თვითონ უნდა გამოიმუშაოს და არავის ხელი შემყური არ უნდა იყოს. ესეთი სახელმწიფოები არსებობენ და იმათ რა დროს დაჭირდათ. ასეთ სახელმწიფოს ასაშენებლად ჩვენ 10 ჯერ შეიძლება ჩქარა ავაშენოთ ეს. და უნდა ავაშენოთ. ბატონო ნოდარ, აბსოლუტურად გეთახვევით და ძალიან მომწონს რომ აი ესეთ თემებზე მუშაობენ პარტიები, მაგრამ ამ თემებზე ერთმანეთთან დისკუსია ხელისუფლებასთან თუნდაც ჭიდილი მართლდება ხოლმე ოპოზიციისგან ისე რომ აი ხელისუფლება არ მოდის ამ საუბრებზე. სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვის სისტემაზე, განათლებაზე თვითონ ერთმანეთთან რატო არა გაქვთ თქვენ აი საუბრები რომ თუნდაც აჩვენოთ საზოგადოებას რომ თქვენ ამაზე ფიქრობთ. ბევრი ამბობს რომ ჩვენ არ ვიცით ეს პარტიები როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ხო, მაპატიეთ ეხლა ბევრი მაგას ლაპარაკობს, მიაქცევთ. მოკლედ რო გავცეთ პასუხი ჩვენ ცოტა დრო გვჭირდება. ხო, მიაქცევ ყურადღება რომ ადამიანების, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმისათვის რომ გაამართლოს თავისი უმოქმედება, ძალიან ადვილად ამბობს რომ აი ეს არ გავიგე, აი ეს მოხდა და დაშავდა და ასე შემდეგ. ჯერ ერთი ჩვენი პარტიების კურსი ყველაფერი გამოცხადებულია, ხო? დაბეჭდილია და დარიგებულია. მე ჩვენ უამრავი შეხვედრები გვაქვს და აბარაზე ვსაუბრობთ ყველაფერთან ერთად თუ მაგაზეც არა. და მიაქციეთ ყურადღება რომ დღეს ქართული ეკონომიკის აღორძინების პრაქტიკულად ერთი გზაა. ეხლა მე ნამდვილად პირველობას არაფერში არ ვიჩემებ, მაგრამ როდის ვთქვით ჯერ კიდევ რომ საქართველოს ეკონომიკის ქვაკუთხედი უნდა იყოს სოფლის მეურნეობა. ძალიან მიხარია დღეს რომ ვთქვათ ქრისტიან დემოკრატები პირველ რიგში სოფლის მეურნეობას აყენებენ. ეს გავს ერთმანეთს. მაგრამ გაუგებარი რა არის? ეს მე კიდეც გამიკვირდება ძალიან რომ პოლიტიკური ძალა გამოვიდეს და თქვას, რეალური პოლიტიკური ძალა, რომ საქართველოს აი ისაც გააკეთა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა არ ჭირდება, იმიტომ რომ ეს სირცხვილია. იმიტომ რომ ძალიან წამგებიანი იქნება. პირიქით, მე გეტყვით რომ ჩვენი პროგრამები ეკონომიკის ნაწილში ძალიან გავს ერთმანეთს. იმიტომ რომ ამ ქვეყნის აღორძინება, აი სტრატეგიული გზა ერთია. იქ შეიძლება ტაქტიკური მომენტები იყოს განსხვავებული, თორე ფაქტია, რა სიმდიდრეც აქვს ქვეყანას, ის უნდა გამოიყენო მაქსიმუმად. ამიტომ ყველა გეუბნება. ქართული ინტელექტი, გეუბნება, ხო? სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკული რესურსები და ასე შემდეგ. ეს არის შენი საფუძველი. ჩვენ რო გქონდეს მაგალითად ნავთობის უზღვავი მარაგი, გეტყვით რომ პროგრამების უმრავლესობა აგებული იქნება მაგაზე. სოფელზე როცა ვლაპარაკობთ, რა საკვირველია, ვინც გინდა იყოს გადამთილიც რო ჩამოიყოლო, გეტყვის რომ მე ვენახეობა უნდა განვითარდეს, მემართულეობა კახეთში, მე ჩაიეობა, ვთქვათ, ციტრუსები იქ, გორში, ხილი და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ ეს პერსპექტიულია ესეთ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, რაზეც მე ვფიქრობ უფრო წამოვა საზოგადოება. მე მადლობას მოგახსენებ თქვენ სტუმრობისთვის ჩვენს ეთერში და ასევე ვისურვებ რომ მომავალში შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ჩატარდება გლეხების მარში ან მეტალურგების მარში ასეთი დრო რო დადგება. თავარია ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენი დრო ფაქტურად თავარია ჩემო ძვირფასებო მე ქართულ საზოგადოებას მინდა მივმართო. თავარია დავანახოთ ქვეყანას და ერთმანეთს, რაც თავარია რომ ქართველები საქართველოსთვის კერდით, საჭირო იქნება სისხლით ვიდგებით. მე გლეხის მარში აღარ იქნება აუცილებელი. მე მუშის მარში აღარ იქნება აუცილებელი. იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოს აღშენებლობა აუცილებლობით იწვევს ყველა პროფესიის ადამიანის ღირსებისამებრ დაფასებას. დიდი მადლობა. მადლობას მოგახსენებ და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი. დიდი მადლობა ბატონი ნოდარ. მადლობა შენ ჩემო გიორგი და მადლობა მაყურებელს.